გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. ენრიკეს გეგმა ხვიჩას ტრავმასთან დაკავშირებით და რა ვიდეო მიუძღვნეს ქართველს. ვიდეოს დაწყებამდე კითხავნა და მით მოორიწამი და არ დაიზარო ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. მადლობა თუ შენახლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. სალაჰი საუკეთესო პერიოდს მახსენებს, რა განაცხადეს დავითაშვილზე. ზურიკო დავითაშვილი მიმდინარე სეზონში სენტ-ეტიენის ლიდერად მოგვევლინა. მის დიდებულ თამაშზე კი ფრანგი ჟურნალისტი გრეგ კოტრე წერს. თავდაპირველად დავითაშვილი სენტ-ეტიენში მოსვლა რისკებთან იყო დაკავშირებული. დღეს კი ეჭვი აღარავის ეპარება, რომ მისმა ტრანსფერმა გაამართლა. ის ლიგა 2-ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. ქართველ ფეხბურთელში ის უნარი მაუცებს, რომ უბრალო მომენტებიდან გოლს იტანს. ის თავისი გუნდის შეტევების მამოძრავებელი ძალა. მის სახელს გულშემატკივრები ყველაზე ხშირად სკანდირებენ. მას ყველაზე კარგად დრიბლინგი გამოსდის და ზოგჯერ ის სალაჰის საუკეთესო პერიოდს მახსენებს. ზურიკოს თამაშების ყურება სიამოვნება. მას კი ნებისმიერ დროს თამაშის შედეგის შეცვლა შეუძლია. განაცხადა გრეგ კოტრემ. მე კი შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველი ფეხბურთელი ბევრ ევროპულ კლუბს დაუკავშირეს. თუმცა საბოლოო ჯამში დავითაშვილმა ზაფხულამდე მოწდა და სენტ-ეტიენში დარჩენა გადაწყვიტა. რატომ ყიდულობს ლივერპული ახალ მეკარეს? სატრანსფერო ბაზარზე კიდევ ერთი საინტერესო სცენარი იკვეთება და ამჯერად ყურადღების ცენტრში ლივერპული, მეკარის პოზიცია და რა თქმა უნდა გიორგი მამარდაშვილია. ბრიტანული გამოცემა Football Insider-ი წერს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში სანდერლენდი აქტიურად მოემზადა საფხულის დიდი გაყიდვისთვის. კლუბმა მალმიოდან 22 წლის შვედი მეკარე დაიმატა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ გუნდის პირველი ნომერი რობენ რუპსი საფხულში კლუბს დატოვებს. წყაროს ინფორმაციით, ჩავი კატების ხელმძღვანელობა უკვე ინფორმირებულია, რომ რუპსი თავის კარიერას პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გრანდში გააგრძელებს. კონკრეტულად კი სახელდება Manchester City, Chelsea და ყველაზე საინტერესო ლივერპული. სანდერლენდი ნიდერლანდელი მეკარის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონი გირვანკა სტერლინგის მიღებას გეგმავს. ციფრი, რომელიც პირდაპირ აჩენს კითხვას, ვისთვის და რა როლში. აღსანიშნავია, რომ ამეკარეს კონტრაქტი სანდერლენდთან 2030 წლამდე აკავშირებს, თუმცა არსებული პროცესებიდან გამომდინარე, მისი ზაფხულში წასვლა პრაქტიკულად გარდაულად გამოიყურება. საინტერესოა ისიც, რომ ტრანსფერმარკეტზე რუპსის საბაზრო ღირებულება მხოლოდ 18 მილიონ ევროდ არის შეფასებული, რაც 50 მილიონიან მოთხოვნაც კიდევ უფრო კითხვებით სავსეს ხდის. ასევე აქ უკვე ჩნდება გიორგი მამარდაშვილის ფაქტორიც. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია თუ როგორ აისახება რუპსის შესაძლო ტრანსფერი ლივერპულის გეგმებზე და კონკრეტულად მამარდაშვილის მომავალზე. ცნობილია, რომ მერსესაიდულ კლუბში მეკარის პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემა. ერთის მხრივ გუნდში უკვე არის ალისონ ბეკერი, რომლის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. მეორეს მხრივ კი მამარდაშვილს უკვე მოიაზრებენ, როგორც პოტენციურ გრძელვადიან პირველ ნომერს. თუმცა თუ ლივერპული მართლაც გადაწყვეტს 50 მილიონი გირვანკას გადახდას რუპში, ეს ავტომატურად აჩენს კითხვას. იქნება ეს ალისონის შემცვლელი თუ კონკურენტი მამარდაშვილისთვის. ამ ყველაფერს კი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მთავარი მწვრთნელის ფაქტორის. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, შეინარჩუნებს თუ არა ჰოლანდიელი სპეციალისტი თავის თანამდებობას, რომელიც თავის მხრივ რუპსის თანამემამულია და შესაძლოა სწორედ მას ხედავდეს თავისი სისტემის ნაწილად. ამიტომ ნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ცნობილია, ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასკვნით ტურში, სადაც პარი სენ-ჟერმენი ნიუკასლს დაუპირისპირდა, კვარაცხელია დაშავდა. ხოლო ფრანგული მედიის ინფორმაციით, PSG-ს თავკაცი ლუის ენრიკე ტრავმის თემას მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდება და ხვიჩას დაბრუნების დაჩქარებას არ აპირებს. ენრიკეს გეგმა მკაფიოა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კვარაცხელია პირდაპირ სასტარტო შემადგენლობაში არ გამოჩნდება. მისი სათამაშო დრო ეტაპობრივად გაიზრდება, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი დატვირთვა და განმეორებითი დაზიანება. ეს მიდგომა კი ნათლად აჩვენებს, რომ PSG კვარაცხელიას გრძელვადიან პროექტად განიხილავს და არა მხოლოდ მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებულ ფიგურად. ასევე ხვიჩას ტრავმის ფონზე კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა. კერძოდ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო და ანიმაცია, რომელიც კვარაცხელიას ტრავმას მიეძღვნა. ეპიზოდი, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კადრში კი ნათლად ჩანს, რომ გუნდი ზეიმობს მაშინ, როცა კვარა იძულებით გვერდით დგას. ეს კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ემოციურ მდგომარეობას და მოედანზე დაბრუნების სურვილს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოედანზე ხვიჩას შემცველმა ფეხბურთელმა თავი საკმაოდ ეფექტურად წარმოაჩინა. ცნობილია, რომ ენრიკეს განსაკუთრებით მოსწონს ფეხბურთელები, რომლებიც არა მხოლოდ შეტევაში, არამედ დაცვაშიც აქტიურად მუშაობენ. სწორედ ამ მოთხოვნებს უპასუხა კან გინ ლიმ, რომელმაც მეტოქეზე ზეწოლით, თავდადებითა და ტაქტიკური სიზუსტით ესპანელი სპეციალისტის სტაჟიც დაიმსახურა. ხოლო ამ ფეხბურთელის მონდომებამ და დაუღალავმა მუშაობამ ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. ხოლო სწორედ ეს იყო ის დეტალი, რის გამოც ბოლო შეხვედრებში ესპანელი სპეციალისტი კვარაცხელიას გაუბრაზდა და მისგან უფრო მეტ მოძრაობას და თავდადებას ითხოვდა. თუმცა საგანგაშო რა თქმა
თქმა უნდა არაფერია. ტრაუმის შემდეგ დაბრუნებული კვარაცხელია მოედანზე დასვენებული, ენერგიული და მეტად მოტივირებული იქნება, რაც სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე პარი სენ-ჟერმენისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. ახლა კი დროა გავცდეთ საქართველოს საზღვრებს, სადაც მრავალი საინტერესო თემა ტრიალებს. რონალდუ თვლის, რომ მას უღალატეს. როგორ განვითარდება პორტუგალიელი ფეხბურთელის კარიერა? პოზიციების ხშირი ცვლა. რეალში ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან. მესი და ბარსელონა. რა ინფორმაცია ვრცელდება არგენტინელი ფეხბურთელის თავს? ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანი ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. კრისტიანო რონალდუ საუდის არაბეთის ლიგის დატოვების შესაძლებლობა სერიოზულად განიხილავს. მოგეხსენებათ 41 წლის ფორვარდმა საუდის არაბეთის პროლიგის მატჩი ალ-რიადის წინააღმდეგ გამოტოვა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თამაშის შემდეგ გამართულ ვარჯიშიც არ მიუღია მონაწილეობა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ რონალდუ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მართავს საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი კლუბს კონკურენტებთან, კერძოდ კი ალ-ჰილალთან შედარებით. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კრისტიანო რონალდუ ბენზემას ალ-ჰილალში გადასვლის წინააღმდეგი იყო. ხოლო როგორც CBS სპორტი წერს, პორტუგალიელმა საუდის არაბეთის ლიგის მაღალჩინოსნებში ატყობინა, რომ ტრანსფერთან დაკავშირებული სიტუაციით უკმაყოფილების გამო მზად არის ქვეყანა დატოვოს. ალ-ნასრთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით კი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მას უღალატეს. ამავე წყაროს ვარაუდით კი სიტუაცია შესაძლოა მოგვარდეს, თუ რომელიმე მაღალჩინოსანი მოთამაშებს მისცემს გარანტიებს კლუბისა და ზოგადად ლიგის პერსპექტივებთან დაკავშირებით. მე კი შეგახსენებთ, რომ რონალდუ ალ-ნასრში მეოთხე სეზონს ატარებს და ამ დრომდე მას საუდის პროლიგა არ მოუგია. რეალში ფეხბურთელები მათთვის უცხო პოზიციებზე გამწესების წინააღმდეგი არიან. ინფორმაციას ესპანური გამოცემა COPE ავრცელებს. წყარო ამტკიცებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ამ ტენდენციას ნეგატიურად მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროის თვალსაჩინო მაგალითი გახდა ედუარდო კამავინგას დაცვის მარცხენა ფლანგზე გამოსვლა. ეს ყველაფერი კი იმ დროს, როდესაც ატადარიკო და სკამზე ფრან გარსია და ალვარო კარერასი იყვნენ. ასევე ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ფედე ვალვერდე და აურელიონ ჩუამენიც. პოზიციების ხშირ ცვლაზე ორივე მათგანია დიდი ხანია ჩივის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტაქტიკური მიდგომა, რომელიც ჯერ კიდევ კარლო ანჩელოტის დროს შეიმჩნეოდა, გუნდის შემადგენლობის ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს, ხოლო ზემოთხსენებული ტენდენციები არც შაბი ალონსოს მოსვლის და არც ალვარო არბელოას დანიშვნის შედეგად არ შეიცვალა. ამ ყველაფერმა კი გუნდში რა თქმა უნდა დაძაბულობა გაზარდა. ცნობილი გახდა ლიონელ მესის პოზიცია ბარსელონაში შესაძლო დაბრუნების საკითხზე. როგორც ესპანური გამოცემა მარკა წერს, მესი არ აპირებს მოახლოებულ არჩევნებში რომელიმე კანდიდატს მხარი დაუჭიროს. აღსანიშნავია, რომ კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტსაა ჩანიშნული. ამასთანავე მას სურს სამომავლოდ კლუბში დაბრუნება, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა როლში. მესი მიიჩნევდა, რომ ბარსას ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ჟუა ლაპორტა მას უღალატა, როდესაც ფეხბურთელს კონტრაქტი არ გაუხარისხლია. ასევე 2 წლის შემდეგ ფეხბურთელის დაბრუნების წარუმატებელმა მცდელობამ სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა. ხოლო მას შემდეგ კლუბის პრეზიდენტი ცდილობდა მოთამაშესთან კონტაქტის დამყარებას, თუმცა ლიონელი ამას ყველანაირად არიდებდა თავს. ხოლო მიიჩნევა, რომ მესი ბარსელონაში დაბრუნების საკითხს მხოლოდ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ განიხილავს. ამ დროისთვის კი უკვე ბლაუგრანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლაპორტას გამარჯვების შემთხვევაში ლა პულგა მშობლიურ კამპ-ნოუზე დაბრუნდეს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.